საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა დედოფლის წყარო მოინახულა. ხათუნა გოგოლაძემ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ფერმერებთან ერთად მარცვლეული კულტურის, ხორბლის, ქერისა და ჭვავის ნათესები დაათვალიერა. გერმანელი სტუმრები დედოფლის წყაროში პროექტით ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი ფერმერებისთვის საკონსულტაციო სამუშაოს ახორციელებენ, რაც მისაღები ტექნოლოგიების შესწავლა დანერგვას მოიცავს. გარემოს დაცვის სამინისტრო გერმანიის მთავრობის დახმარებით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა საქართველოში. ერთის მხრივ მოხდა ამ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ნიადაგ დამცველი ტექნოლოგიების გამოყენება და მეორეს მხრივ ფერმერებისათვის მოსავლიანობის რაოდენობის გაორმაგება და ზოგ შემთხვევაში გასამაგებაც კი. ბევრი იყო მიტოვებული მიწები, რომლებიც არ მუშავდებოდა. და ამ ახალი ტექნოლოგიების დარგვით GIZ-ის დახმარებით, დღევანდელი მთავრობის კურსის დახმარებით, დღეს ფერმერები ხდებიან კონკურენტუნარიანი და მთლიანი ფართობები არის დამუშავებული. შილაკში ფაქტობრივად აღარ არის მიტოვებული ფართობები.